დონალდ ტრამპის მხარემ საბოლოოდ საჯაროდ აღიარა სამხედრო სტრატეგიის მარცხი ირანთან ომში და ასევე ის, რომ ომის ეკონომიკური ფაზა შეიძლება წლები გაგრძელდეს. ამიტომ მზად არიან კონფლიქტის გაყინვისთვის. Whether they can survive a couple of weeks or a couple of months or possibly longer. ASEAN-ის ვიცე-პრეზიდენტმა JJD Vance-მა განაცხადა, რომ რთულია პროგნოზირება, რამდენ ხანს შეძლებს ირანი ASEAN-ის ახალი ეკონომიკური სანქციების პირობებში გაძლებას. მაგრამ მანვე მოულოდნელად აღნიშნა, რომ ირანის ეკონომიკის კოლაფსი საერთოდაც არ არის სანქციების მიზანი როგორც ასეთი. ციტატა: ისინი უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან და ეს ზეწოლა ემსახურება ჩვენს მიზანს. უზრუნველყოთ, რომ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. შეძლებენ თუ არა ისინი გაძლებას რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე, ან შესაძლოა უფრო დიდ ხანს, სანამ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. აი ამაზე ვართ კონცენტრირებულები და სწორედ ამას მიაღწია პრეზიდენტმა არსებითად უკვე. კითხვა ასეთია: თუ უკვე მიაღწია, მაშინ რატომ უნდა გავაგრძელოთ მოქმედება? და სწორედ იმავე საათებში ირანმა უპასუხა: არა ომის შეჩერების მზადყოფნით, არა ომის გაკინვით, არამედ პირდაპირ სამხედრო მუქარით და ომის მკვეთრი გაფართოებით. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დააწექით ლაიქს ამ ვიდეოს ქვეშ და დაწერეთ გთხოვთ ნებისმიერი კომენტარი. მოდით დავიწყოთ თავად ASEAN-ის ვიცე-პრეზიდენტის JJD Vance-ის სიტყვებით. რადგან ამ სიტყვებში არის ფაქტობრივი აღიარება ომის ახალი ფორმატის და აღიარება იმისა, რომ სამხედრო სტრატეგია ჩავარდა და ყველა დაპირება ირანის ეკონომიკურად ჩახშობის შესახებ, ეს ყველაფერი დონალდ ტრამპისა და მისი ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის ცარიელი ლაპარაკია. JD Vance-მა განაცხადა, რომ ომის ახალი ეკონომიკური ფაზის იდეა არ არის ირანის ეკონომიკის ჩახშობა ან ირანის რეჟიმის დამხობა, არამედ უბრალოდ მათი იმ მდგომარეობაში დაჭერა, რომ მათ ბირთვული იარაღის შეძენა ვერ შეძლონ. თუმცა შეგახსენებთ, დონალდ ტრამპა სწორედ გუშინ თქვა, რომ ეკონომიკური ბლოკადის მიზანი რეჟიმის ჩახშობა და განადგურებაა, ხოლო მისმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთი მიზანი არ გვაქვს. JJD Vance-ის თქმით, სანქციები სწორედაც რომ გარკვეულწილად უზრუნველყოფს იმას, რომ ირანი ვერ აღადგენს ბირთვულ პროგრამას. შემდეგ მოჰყავს მისი ციტატა: თუ დღეს არსებულ სიტუაციას შეხედავთ და შეადარებთ იმას, რაც რამდენიმე თვის წინ იყო, ნახავთ, რომ ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად დაეცა. ბენზინის ფასები პიკთან შედარებით 50 ცენტით შემცირდა. ჩვენ ვარჩენეთ უნარი, რომ გავაკეთოთ რაღაცა საოცარი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამავე დროს დავიცოთ ამერიკელი ხალხის ეკონომიკური ინტერესები. თუ ვერ გაიგეთ, JJD Vance ტრაბახობს იმით, რომ ტრამპის გუნდმა შეძლო გამკლავება. ნაწილობრივ იმ პრობლემებთან, რომლებიც საერთოდ არ არსებობდა დონალდ ტრამპის ომამდე ირანთან. ამბობს: წარმოიდგინეთ, ჩვენ შევამცირეთ ბენზინის ფასები პიკთან შედარებით. დიახ, რა თქმა უნდა, ისინი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან ომამდელ დონეზე, მაგრამ მაინც შეამცირეს. ეს საერთოდ სუპერ სტრატეგიაა ყველაზე გამოკვეთილი პოპულისტებისთვის. შენ ქმნი პრობლემას, შემდეგ ამ პრობლემას ნაწილობრივ აგვარებ და ამას გამარჯვებად წარმოაჩენ. აი ნახეთ, რამდენიმე თვის წინ ბენზინის ფასი იყო $4.50. დიახ, ომამდე ის იყო $3.50. ეხლა ჩვენ დავწიეთ ფასი $4-მდე. აი ეს არის გამარჯვება. აი ადრე იყო $4.50, ყველამ უკვე დაივიწყა, რომ ადრე იყო $3.50. აი ეს დაივიწყეს. ხო, იყო და იყო. ოდესღაც ესეთი რამ იყო. ეხლა აღარ არის. აი იყო $3.50. დაივიწყეს. მერე გახდა $4.50. დავწიეთ 4-მდე, სუპერია. გამარჯვება. საერთოდ მაგრები ვართ. როგორც ამბობს JD Vance. ამბობს: ჩვენ გავაკეთეთ რაღაც საოცარი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ამერიკელი ხალხის ეკონომიკური ინტერესებისთვის. ხო, ეს ცირკია თუ გულწრფელად ვიტყვე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხო, აი კიდევ რა გამაოცა. ეს კი ისაა, რომ JJD Vance ამბობს, სანქციები გარანტია იმისა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. თუ ასეა, მაშინ რისთვის იყო საჭირო ომი? ხო, თუ უბრალოდ სანქციები გარანტია იმისა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება, რისთვის იყო საჭირო სამხედრო ფაზაში გადასვლა? ხომ შეიძლებოდა უბრალოდ სანქციების დაწესება? განა ასე არ არის? ან მაშინ არ უნდა გამოიყენოთ ეს ფრაზა, თითქოს სანქციები გარანტია იმისა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია თავად JJD Vance-ის ფორმულირებას ირანის წინააღმდეგ ომის გაგრძელების ვადებთან დაკავშირებით უკვე ახალი ეკონომიკური ფაზის პირობებში. კიდევ ერთი მისი ციტატა: ისინი უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან.
და ეს ზეწოლა. და ეს შეესაბამება ჩვენი მიზნის მიღწევას. გარანტია, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. შეძლებენ თუ არა ისინი გაძლონ რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე. შესაძლოა უფრო დიდ ხანს, სანამ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. აი სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებულები. და აი სწორედ ამას უკვე მიაღწია პრეზიდენტმა ტრამპმა. კიდევ ერთხელ, როგორ მოგწონთ ეს ფრაზები? კონკრეტული ვადა არ არსებობს. რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე, ან შესაძლოა უფრო დიდ ხანსაც. ეს ასეა, იცით? აი ეს. ბოდის ვიხდი არის ასეთი ფრაზა: სრალა მაზალა. ეს უკრაინაშია გავრცელებული. ეს დამარცხებული სენაა. ეს არის ადამიანის ენა, რომელიც აღიარებს, რომ კონფლიქტი გადადის განუსაზღვრელი ეკონომიკური დახრჩობის ფაზაში, დასრულების კონკრეტული თარიღის გარეშე. ეს არის ადამიანის აღიარება, რომელიც ამბობს, არ ვიცი რა იქნება შემდეგ. გვაქვს ასეთი გეგმა, მაგრამ არ გვაქვს წარმოდგენა რით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩვენ არ გვესმის საით მივდივართ. მოგახსენეთ, ომის დასაწყისში თებერვალში 2026 წლის 28 თებერვალს დონალდ ტრამპიც და ჯეი-დი ვენსიც საჯაროდ ამტკიცებდნენ, რომ ირანთან ომი დიდხანს არ გაგრძელდებოდა. მაქსიმუმ 4 ან სულაც 6 კვირა. და ეს ციფრები მე არ ვიგონებ. შეგიძლიათ თავად მოძებნოთ, წაიგითხოთ, ნახოთ ვიდეო, სადაც ტრამპი ამბობს 4 კვირა, მაქსიმუმ 6 კვირა. და ირანი საერთოდ აღარ იარსებებს. ჩვენ მას მტრად ვაქცევთ და მორჩა. ყველაფერი. ან ტრამპის გარემოცვაში ფიქრობენ, რომ ეს უკვე ყველას დავიწყებული აქვს. მაგრამ რა არის ეს ახალი ფაზა, რომელიც შეიძლება წლები გაგრძელდეს? აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესონმა განაცხადა, რომ 24 აგვისტოს წარადგენს დეტალურ ინფორმაციას ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციების შესახებ. ანუ ეს უკვე მომზადებული და მალე გამოსაქორწინებელი პაკეტი. ამასთან თავად ბესონმა მნიშვნელოვანი შენიშვნა გააკეთა. ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს ნავთობის ფასების ზრდა. ანუ თვითონ ადმინისტრაციაც კი. ადმინისტრაცია აღიარებს ამ მყიფე ბალანსს თეირანზე მაქსიმალურ ზეწოლასა და საკუთარ ამორჩევლებზე ბენზინის ფასების ზრდით დარტყმის რისკს შორის. მანამდე კი შეგახსენებთ, ტრამპმა უკვე შეცვალა ირანის მიმართ სტრატეგია. აქცენტი სანქციებსა და ლოდინზე გააკეთა სამხედრო მოქმედებების ნაცვლად. ანუ ეკონომიკურ ომზე ვადების გარეშე გადასვლა უკვე ჩამოყალიბებული და გამოცხადებული კურსია მთელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის. მაგრამ აქ დონალდ ტრამპს პრობლემები უჩნდება, რადგან თეირანი ასეთ ვითარებასა და გეგმებს არ ეთანხმება. ირანი პრინციპულად ეწინააღმდეგება ნებისმიერ პაუზას და ნებისმიერ ომის გაკინვას. ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ალი აბდალაჰიმ განაცხადა, ციტატა: ისლამური რესპუბლიკის რეაქცია იქნება ფართო და გადამწყვეტი, მზადყოფნით, ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით და კიბერსივრცეში. ირანის შეიარაღებული ძალები უპასუხებენ. ირანი მიიღებს გამანადგურებელ დამსჯელ და დამანგრეველ ზონებს. ასე პირდება ირანის სანქციებზე პასუხს. როგორც ხედავთ, ირანი არ აპირებს უბრალოდ იჯდეს და დაელოდოს, როდის იმოქმედებს სანქციები. არა. ისინი ამბობენ, ეს თქვენ გადაწყვეტეთ ომის გაყინვა. ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ეს თქვენ გადაწყვეტეთ რაკეტების ნაცვლად სანქციების გამოყენება, მაგრამ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ირანის პარლამენტის სპიკერმა მაჰამად მოჰამად ბაგირ ღალიბაბმა, რომელიც ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელია შეერთებულ შტატებში გამართულ შუამავლურ მოლაპარაკებებში, დაამატა თავისი ვერსია ძალთა განლაგების შესახებ. ციტატა: ვაშინგტონი ხვდება, რომ პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ გეგმები უსამართლო სანქციებთან ბრძოლისათვის, რათა შევძლოთ მათ მათი გადალახვა. გარდა ამისა, მან ცალკე დაადანაშაულა შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და კოგნიტიური ომის წარმოებაში. სამინისტრო. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ განაცხადა, აშშ-ის სანქციები ვერ გამოიწვევს ირანელების გადაწყვეტილებაში არც კი უმცირეს ეჭვს, რომ დაიცვან ირანის დამოუკიდებლობა, ღირსება და ეროვნული სუვერენიტეტი. უბრალოდ შეგახსენეთ, რომ ირანი თითქმის 50 წელია. 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროიდან თითქმის უწყვეტი ეკონომიკური სანქციების ქვეშ ცხოვრობს. ანუ თავად მორიგი ზეწოლის მუქარა. იქ ამას არ აღიქვამე როგორც რამე ახალსა და შემაშფოთებელს, არამედ როგორც გაგრძელებას უკვე დიდი ხანია ჩვეული მდგომარეობისა, რომელსაც ქვეყანა 10 წლეულების განმავლობაში სწავლობდა გადალახვას. შედეგი. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი ფაქტობრივად აღიარებს, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს სწრაფი სამხედრო გამარჯვების გეგმა ან ირანის ეკონომიკური ჩახშობის მკაფიო ვადა.
არსებობს მხოლოდ გაურკვეველი ფრაზა, როგორც ვენსმა თქვა. რამდენიმე კვირა, თვე, შესაძლო უფრო დიდხანს. ფორმალურად ეს წარმოედგინება როგორც მიღწევა, მაგრამ არსებითად ეს არის უარი თავდაპირველ მიზანზე. ირანის ბირთვული პროგრამის სწრაფად განადგურებაზე. დროში გაწელილი ალყის სასარგებლოდ. ხოლო ირანი ამ დროში გაწელილ ალყაზე პასუხად არაჩვენებს არანაირ მზადყოფნას პაუზისთვის ან გაყინვისთვის. პირიქით, გენერალი აბდულაჰი პირდაპირ პირდება დამანგრეველ პასუხს, ყველა შესაძლო მიმართულებით. ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და კიბერსივრცეში. ანუ ვაშინგტონის ცდელობა გადაიყვანოს კონფლიქტი ასეთ გაჭიანურებულ, მართვად ფაზაში ეკონომიკური ზეწოლის გზით, პირდაპირ ეჯახება თეირანის უარს, ითამაშოს ამ წესებით. და ბოლოს დავუმატებ ერთ პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო დეტალს ამ მთელ ისტორიაში. ამ მთელ ისტორიაში, რომელიც ეხება აშშ-ის ომს ირანის წინააღმდეგ. New York Times-ი დღეს წერს. აშშ-ის სამხედრო მინისტრის Pete Hegseth-ის ცოლი, ყოფილი Fox News-ის პროდიუსერი Jennifer Hegseth ნიშნულოვანი გავლენა მოიპოვა პენტაგონის პროცესებზე. მიუხედავად იმისა, რომ იქ არ ეკავა არანაირი ოფიციალური თანამდებობა, ის აშშ-ის ომის სამინისტროს მედია სტრატეგიასა და კადრების განათლების საკითხებში კონსულტაციას უწევს. უზრუნველყოფისა და საჯარო გამოსვლების საკითხებშიც კონსულტაციას უწევს. თან ახლავს თავის მეუღლეს ოფიციალურ ვიზიტებში და მონაწილეობს მაღალი დონის შეხვედრებში. გამოცემის ინფორმაციით, Hegseth-მა ასევე დაამატა თავისი მეუღლე სიგნალის ჩატში, სადაც აშშ-ის სამხედრო ოპერაციები განიხილება. და ომის მინისტრის მეუღლის Jennifer Hegseth-ის ესეთი ფართო ჩართო სამხედრო საკითხების განხილვაში კრიტიკას იწვევს, რადგან მას კვლავ არ უკავია არანაირი ოფიციალური თანამდებობა და არ აქვს ცდომა საიდუმლო ინფორმაციაზე. პენტაგონში ამაზე უბრალოდ პასუხობენ. ამბობენ, რომ ომის მინისტრის Pete Hegseth-ის მეუღლე არ მონაწილეობს იმ განხილვებში, სადაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია განიხილება. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ოფიციალური სტატუსისა და დაშვების გარეშე ადამიანი დახურულ ჩატში იმყოფება, სადაც სამხედრო ოპერაციები განიხილება, ეს კიდევ ერთი დეტალია ამ საერთო სურათისთვის. მაშინ, როცა ტრამპის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ ირანთან ომი განუსაზღვრელი ვადით გრძელდება, თავად სამხედრო უწყებაში კი ჩნდება კითხვები გამჭვირვალობასა და გადაწყვეტილებების მიღების წესთან დაკავშირებით. აქ თავარი კითხვაა, ვინ და როგორ იღებს ომის შესახებ გადაწყვეტილებას. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას დროებით.